სოლისტები ვართ მე და ეს გახსოვს? იმახსოვს. ეს ხო, პარიკოვას სულ იმას წეკვავდით სოლოს ორივე. რა ახალგაზრდები ვიყავით კაცო. ზოგი ამბავი ერთი შეხვედრით იწყება, ზოგი კი ერთი ცეკვით. ჩვენ გავიცანით სცენაზე ერთმანეთი, სრულიად შემთხვევით, არც ერთმა არ ვიცოდით, რომ ჩვენ რომელიმე ვცეკვავდით და ეს იყო საოცრება, ჩვენი შეხვედრა მოულოდნელი, ძალიან მალე დავქორწინდით. შემდეგ წლები გადის. იცვლება დრო, სცენები, ქალაქები, თაობები. გროვდება კადრებად გაჩერებული წამები. თუმცა თუ ცეკვა ცხოვრების მთავარი რიტმია, მას ვეღარაფერი აჩერებს. ეს ცეკვა ისეთი კარგი ხელოვნება არის, ისეთი ლამაზი ხელოვნება არის, რომ ნელ-ნელა შეგაყვარებს. ისე შეგაყვარებს, რომ ალბათ არასოდეს არ დაგავიწყდება. ეხლა ჩემი სიტუაცია ასეთია, მე რო ცეკვას დავანებულ თავი, დიდი ალბათ 3 თვე და მერე მოვკვდები, იმიტომ არ შევიცი. ბრავო! თავგადასავლების საძიებლად თბილისიდან ოზურგეთში სრულიად უცხო მხარეში წავიდნენ. ისტორია, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ბავშვობიდან დაიწყო და დღემდე იწერება. ჩავედით უცხო ქალაქში, ბუნებრივია, ცოტა გაგვიჭირდა კიდევაც, მე პირადად ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ბავშვიც მყავდა პატარა და უცხო გარემოში ძალიან ახალგაზრდა ვიყავი 21 წლის, არ ვიცნობდი ცხოვრებას, არ ვიცნობდი არავის, არაფერს არ ვიცნობდი. ცოტა მძიმე იყო ჩემთვის ეს პერიოდი, მაგრამ იქ ისეთი დახვედრა ჰქონდა, ისეთი შეხვედრა ჰქონდა, ისეთი ურთიერთობები დამყარდა ძალიან ადრე. პირველ სკოლაში დავიწყეთ მუშაობა და ძალიან ადვილად გადაგვატანინეს ეს. ჩავედით მახარაძის რაიონში, როგორც ქორეოგრაფი, სპეციალისტი ქორეოგრაფები. რა თქმა უნდა, მიგვიღეს ძალიან კარგად და დავიწყეთ ახალგაზრდებმა შემოქმედებითი მუშაობა პირველ საშუალო სკოლაში. ეს რაღაცა ძალიან ისეთი სკოლა იყო მაინც და იქ დავაწყებიეს, რომ თქვენ ახალგაზრდები ხართ, თბილისიდან ჩამოსულები ხართ და ახალ სიტყვას იტყვით. დაგვავალეს, რომ კონკურსით მიგვეღო ბავშვები და შეგვექმნა კარგი ანსამბლი, რომელიც გავიდოდა როგორც რესპუბლიკის გარეთ და ასე საზღვარგარეთ და ასახელებდა მახარაძის რაიონს. ნუ ეს ჩვენ გავაკეთეთ და თანაც როგორ გავაკეთეთ, ეს იყო საზოგადოებრივი საწყისებზე იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ არც სახელმწიფო გვაძლევდა ჩვენ ხელფასებს და არც ბავშვები ეხდიდნენ რამე თანხას. საზოგადოებრივ საწყისებზე ჩვენ ვიმუშავეთ დაახლოებით 10-12 წელი. შემდეგ წამოვედით ოზურგეთიდან, მოგეხსენებათ, არც შუქი იყო, არაფერი არ იყო და მე ისედაც არ შემეძლო ცეკვის გარეშე, ეს იყო ცეკვა არის ჩემთვის ყველაფერი, სიცოცხლეა. და ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი მთიები. ეხლაც ანსამბლი მთიებში ვარ, მემსახურები, სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. ქართული ცეკვა მისი იდენტობა გახდა, ფიქრი, რომელიც მუდამ თანსდევს და სიყვარული, რომელსაც ანზორ გვარამაძის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყველაფერს გაზრდეს ცეკვა, სიცოცხლის ხანგრძლივობასაც, სიცოცხლის სილამაზეს, სილაღეს. ცეკვა მარტო ის არ არის, რომ ფეხები იქნიო და ხელები იქნიო, არა. ყველაფერია ეს ცეკვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია რეპეტიციები, წყალო, ოფლი, ყველაფერი, მუხლები გტკივა, ცერები გტკივა და როცა კონცერტია და გამოდიხარ სცენაზე მაყურებლის წინაშე, რომ იცეკვებ, ყველაფერი დამთავრებულია, ყველაფერი აი ესეთი ისე ბედნიერად გრძნობ თავს, რომ რა ვიცი, ადამიანს რა უნდა აჩუქო, რა უნდა მისცე, რომ ასეთი ბედნიერი გახადოს. მისთვის ქართული ცეკვა შინაგანი გრძნობების გადმოცემაა. მთავარი სასაუბრო ენაა, რომელმაც ცხოვრების განსაკუთრებულ მეგზურს შეახვედრა. ჩემი დირექტორი თავიდანაც რომ შევერთე ალბათ ქალბატონი ლეილა თეთრაძე იყო და ახლაც ლეილა თეთრაძეა. ესე ხან არ უჯერებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ესეც საჭირო არის. ეგა რომ მთელი თავის სიცოცხლე მე შემომწირა, ამიტომ ეს არის ბრწყინვალე დირექტორი ჩემთვის. მე არ დირექტორობ. არ დირექტ, მაგას კი არ გონი, არც ეგაც გნეს მასხობს მაგის, თორემ ჩვენ ძალიან შეთანხმებულად მუშაობთ.
ძალიან ისე რომ ერთმანეთის შეთანხმების გარეშე არაფერს არ ვაკეთებთ არც სახში, არც გაგვიკეთებია და არც სამსახურში. ხო და აი ამ სიყვარულმა გაგვაერთიანა, ცეკვამ გაგვაერთიანა. ჩვენ იცით რა არის, ჩვენ არ გვახსოვდა დრო. ჩვენ დრო არ ვიცოდით. ჩვენ იყო მთავარი იყო გაგვეკეთებინა ის რაც უნდა გაგვეკეთებინა. მე გოგოებთან მუშაობდი, აზრი ბიჭებთან მუშაობდი. ხო, ჩვენ გქონია ძალიან ბევრი ჩხუბი და ძალიან დიდი ჭიდიც. იმიტომ რომ არის რაღაცები, რომელსაც მე სხვანაირად ხედავ, არის რაღაცები სხვა ბუნებრივია, ხო? ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. არასდროს დაავიწყდება სცენაზე გატარებული წუთები. ახსოვს ყველა ემოცია და რაც მთავარია, საკუთარი გულისცემა, ცეკვის რიტმებს აყოლილი. ჩემ ეს დაუზოგავი შრომის დაფასება და აი უბრალოდ გიხარია ის რომ შენი შრომა უკმად არ წასულა. დაგაჯილდოეს ასეთი დიდი ჯილდოებით. ესე იგი შენ ტყუილად არ ახარ ამ ქვეყანაზე. შენ ტყუილად არ მუშაობ, რასაც მუშაობ, იმას შედეგიანად მუშაობ. იყო სირთულეებიც, მაგრამ ყველა სირთულეს ქართული ცეკვის სიყვარულმა აჯობა. დღეს კი ამ სიყვარულს ბავშვებს უზიარებს. როცა დარბაზში შემოდის, გრძნობს, რომ ისევ ის ახალგაზრდა ბიჭია და გულისცემაც ისევ ქართული ცეკვის რიტმსაა აყოლილი. სამშობლო სიყვარულს ვასწავლით ჩვენ. ადამიანების სიყვარულს, ქალის პატივისცემას ვაჟის მიერ. ყველაფერს ამას ვასწავლით და ბავშვი აქედანვე ყალიბდება. ყველაფერი ეს აი რეპეტიციების დროს ნელ-ნელა ეს ყველაფერი ყალიბდება. ცეკვამ ბევრი რამ შეაძლებინა, თუმცა ეს ამბავი აქ არ სრულდება. წლების შემდეგ, სანამ ისტორიის ბოლო წერტილს დასვამს, თამამად იტყვის, რომ საკუთარი ცხოვრება ქართული ცეკვის სიყვარულს მიუძღვნა.